და ძიძა. ძიძაში თუ გაგიმართლა, ესე იგი ქმარში არ გამართლება. ქმარი უნდა დაიკრიტო. მეგობრებთან ერთად პიკნიკის ეს ფრაგმენტი, სადაც ძიძებთან დაკავშირებულ ჩვენს გამოცდილებებზე რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, ის მიზეზი აღმოჩნდა, რომლის გამოც ჩემი და ჩემი მეგობრების მისამართით ათეულობით ძალიან კრიტიკული და შეურაცხყოფელი კომენტარი დაიწერა. როგორც მივხვდი, ამ ყველაფრის მიზეზი ჩემი სიცილი იყო, რომელიც ჩემთვის დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო ბევრმა დაცინვად და პროფესიის შეურაცხყოფად მიიღო. არადა რეალურად საკუთარ მდგომარეობაზე უფრო ვიცინოდი, ამდენი ძიძის გამოცვლა რომ მომიხდა. მოკლედ პირველ ბავშვზე მყავდა ძიძა, რომელმაც ჩვენთან გაატარა დაახლოებით 5 წელი და ის იყო ჩვენი ოჯახის წევრი. დღემდე მასთან გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, აი როგორც საკუთარ ოჯახის წევრზე კითხულობ ამბავს, გულშემატკივრობ, გაინტერესებს მისი ყველაფერი და ასე შემდეგ. აი ასე არის ეს ქალბატონი ჩვენთან. და სხვათა შორის თვითონაც ამბობს, რომ ანა არის მისი მესამე ქალიშვილი. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად იყო სიტუაცია. გამოვიცვალეთ 16 ძიძა. ზუსტად ვიცი ახლა, რომ ამ სიტყვების შემდეგ ვიდეოს ყურებას აღარ გააგრძელებთ და კომენტარებში დამიწერთ, როგორი თავში ავარდნილი ვარ, როგორ ვიტყლარწები, საერთოდაც ჯობს სახლში დავჯდე და ეს ჩემი შვილები მე თვითონ გავზარდო, რომ ჩემთან არავითარ შემთხვევაში არ იმუშავებდით, რათანხაც არ უნდა შემომეთავაზებინათ თქვენთვის, მოკლედ გამლანძღავთ. მაგრამ სიკვდილის ჯილსაც ხომ აქვს ბოლო სიტყვის უფლება და დამასრულებინეთ, მომაყოლეთ ყველაფერი და შემდეგ გადამიარეთ. მას შემდეგ რაც პროფესიაც და სამსახურიც დავკარგე, ძიძის აყვანის შესაძლებლობა და საჭიროება აღარ არის, რადგან ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და საკუთარ შვილებს მე თვითონ ვზრდი. გოგო, მან რა გინდა, გამაგებინე, მან რა საკეთებ? აუ თეკლა. ჩამოდი გოგო. შოკოლადიო. წადი. შოკოლადი საჭმელი არ არის. მითხარი რა გეხოწები და. რას? თეკლა ფეხზე რა გვარ გაცვია? ნუტელა. შაბათი დილა ჩემს სახლში ხშირად სწორედ ასე იწყება. ვცდილობ საუზმემდე შოკოლადის გარეშე მივაღწიოთ, რაც მარტივი საქმე სულაც არ არის. ჩაის არ დალევ? ანა შენ რა შეჭამ? გონი ცოტა გავცივდი, რაღაც ცუდად ვარ და არ მოგსწყობებთან ომის თავი. ამიტომ დღეს დავნებდი. დღეს შოკოლადიანი ბუტერბროდებით ვიწყებთ. ჩაის დალევ თურძეს? მულწიფელად გეტყვით, ზოგჯერ როცა ძალიან ვიღლები, ცოტათი მენატრება ის დრო სამი აუტანელი ბავშვის მოვლა პატრონობა ძიძას რომ ევალებოდა. მე ჩაის თამბოვდა. ეკაჟო შევჭარ. ხელები ესე მოამზადე ხელები. ჩუქუ მატარებელი. ეს კადრები ჩვენი ოჯახური არქივიდან სწორედ იმ დროს ასახავს. რა კარგია მატარებელი. პატარების გამხარებელი. მე ჩუქუ მოგვატარე. გზები მოხვეულები. ჩვენ სახლთან ახლოს სკვერში ხშირად ვხედავ ხოლმე ძიძებს, რომლებიც ბავშვებს ასეირნებენ. დღეს მათთან გამოლაპარაკება უნდა ვცადო. ამ ქალბატონმა ჩემი ყურადღება მიიქცია იმით, რომ ხაზგასმით თბილად ექცევა თავის ბავშვს, თავის აღსაზრდელს. და მოდი ვკითხოთ, რას ფიქრობს ის მშობლებთან ურთიერთობაზე, როგორია ახალ ოჯახთან შეგუების პროცესი? გამარჯობათ. მოგესალმებით. მუშაობ დაახლოებით სხვადასხვა ოჯახებში, ეს მეოთხე ბავშვია ჩემი. სადღაც 8-9 წელი გამოვა. საერთოდ ძალიან ადვილად შევდივარ კონტაქტში. ვიყო თავისუფლად და შინაურულად. პირველი ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს, რომ არ მინდა რომ არ ვიყო დაძაბული და ვიმუშაო თავისუფლად. ძიძებისგან რა პრეტენზიები გესმით ხოლმე, ანუ პრობლემას ახლა ზოგჯერ მშობლებიც ქმნიან ხოლმე და აქვს რაღაც არასწორი მოთხოვნა. ახლა ხო ზოგისგან რა, ზოგისგან თქვათ აი უფრო დროის გადაცილება, უფრო რაღაცა ესეთ. არ ვიცი, ხო, არც შემხვედრიან ისეთი რთული ბავშვები ახლა რო თქვა.
სიმართლე გითხრათ, ალბათ აზრადაც არ მომივიდოდა ძიძების თემაზე ცალკე ეპიზოდის გადაღება, რომ არა კრიტიკული კომენტარების სხვა, რომლებიც დღემდე არ წდება და სადაც ამდენი ძიძის გამოცვლის გამო რას აღარ მაყრალებენ. ერთი ვიცი, 44 ძიძა გამოვიცვალე, არც ერთი არ მომეწონაო და რომ უსმენდი მივხვდი, რომ უსაბუთო გიჟი იყო თქვენსავით. მარტო სიტყვა ძიძას ხსენებაზე თქვენს რეაქციას რომ შეხედოთ. დიდი მადლობა უფასო დიაგნოზისთვის, თუმცა ჩვენ რომ შევძლოთ კომუნიკაცია, მინიმუმ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, ხო? ჩემთვის ძიძა ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ადამიანი, რადგან მას ვანდობდი ყველაზე ძვირფას ჩემს შვილებს. შესაბამისად, ის იყო იმ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი. ბუნებრივია, თუ მინდოდა ბავშვის მიმართ ის კეთილგანწყობილი ყოფილიყო, მე თვითონ უნდა მქონოდა მასთან დაკავშირებით დადებითი განწყობა და მაქსიმალურად უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რომ მას ჩემს სახლში თავი კომფორტულად ეგრძნო. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ეყოლებოდა ძიძა? ალბათ როგორც მოდიოდნენ, ისევე მიდიოდნენ. მოდი ახლა მოვყვები რა დღეში მყავდნენ ძიძები. დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე ძიძა თავისი ინიციატივით და ობიექტური მოცემულობის გამო წავიდა ჩემგან. ერთს მაგალითად დედა გაუხვდა და იძულებული გახდა, რომ რეგიონში გადასულიყო და დედისთვის მიეხედა. მეორეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მესამე მიხვდა, რომ ტყუპის მოვლის რესურსი არ ქონდა. მეოთხე მუშაობის დაწყებიდან მალევე აღმოაჩინა, რომ ის თანხა, რომელსაც მე ვიხდიდი, არ იყო საკმარისი და აბსოლუტურად ვეთანხმები ამაში, იმიტომ რომ ტყუპის მოვლა არის ძალიან რთული და შესაბამისად, რაც არ უნდა მოეთხოვა მას, ნამდვილად ვთვლი, რომ ამას იმსახურებდა. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, რომ მე არ მქონდა მეტის გადახდის რესურსი. გარდა ამისა, იყო ძიძა, რომელსაც დაავიწყდა ბავშვის ბაღიდან გამოყვანა. რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება და მათ შორის მეც შეიძლება დამემართოს ეს, მაგრამ როდესაც ხარ დედა, ცდილობ უფრო მეტი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთან გქონდეს საქმე, ალბათ დამეთანხმებით. გარდა ამისა, იყო ძიძა, რომელიც იყო ტელეფონ დამოკიდებული და ბუნებრივია, როდესაც ადამიანი რაღაცაზე არის დამოკიდებული, ამ შემთხვევაში შეიძლება დედას ეჭვი შეეპაროს, რომ ის სრულფასოვნად მიხედავს მის შვილს. იყო ასევე ძიძა, რომელმაც არ მითხრა ისეთი რაღაცები, ისეთი ფაქტები, რომელიც ბავშვის უსაფრთხოებას შეეხებოდა, დამიმალა. იცით რა შეასაქმე, როდესაც ბავშვი მაგალითად ან დაეცემა, ან რაღაცას დაიზიანებს, ან თუნდაც ძიძას ხელიდან გაუსხლტება და გზაზე მანქანებს გადაურბენს, ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან მოხდეს. მათ შორის მშობლებთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან, ძიძასთანაც რა თქმა უნდა, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ ასეთი ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს არის წითელი ხაზი, რომ არავინ არაფერი არ უნდა დამიმალოს, ისეთი რაც ჩემს შვილებს ეხება. ვიაზრებ აბსოლუტურად, რომ ძიძების ხშირი ცვლა ბავშვისთვის კარგი არ შეიძლება იყოს, თუმცა რეალურად ჩვენ ხო ვცხოვრობთ არა ისე, როგორც გვინდა, არამედ ისე, როგორც გამოგვდის. პრობლემა ეტყობა თქვენშია, ამდენ ძიძას რომ გამოიცვლი. თქვენ მიხედეთ მაშინ თქვენ შვილებს. ძიძა რახან არის, ყველაფერი მათ კი არ უნდა დაავალოთ. ახლა მოგიყვებით რა პასუხისმგებლობას ვაკისრებდი ძიძებს. პირველ ბავშვზე მქონდა მართლა ბევრი მოთხოვნა, მინდოდა რომ ძიძას ჰქონოდა გამართული მეტყველება, ასევე არ მობეზრებოდა ბავშვთან კომუნიკაცია, წაეკითხა მისთვის წიგნები, გაესეირნებინა ყოველდღე, მოთმინებით აეტანა მისი ჭირვეულობა, მოემზადებინა საჭმელი, მოწესრიგებული ჰქონოდა მისი ტანსაცმელი და ასე შემდეგ. ძიდას არც ევალება და არც არასდროს მithოვია, რომ დიასახლისის ფუნქციები შეეთავსებინა, სახლი დაელაგებინა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპების გაჩენის შემდეგ, ჩემი მოთხოვნები იმდენად შეიკვეცა, რომ ერთადერთი რაც მინდოდა იყო ის, რომ ძიძას უსაფრთხოდ და უვნებელი დაეხვედრებინა ბავშვები. მე მესმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დამნაშავე მე ვარ, მაგრამ ისეთ ნუ გამოიყვანთ, რომ მშობლები ვართ გველეშაპები და ყოველდღე თითო ძიძის გულღვიძილს ვითხოვთ. რა მაგარი პრობლემები გაქვთ ვერ ხვდებით და ძიძებზე საუბრობთ. ნუ იტყლარჭებით, მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი და აღზარდეთ. ქალი რომ იმდენს ვერ იაზრებს, რომ შვილი მან უნდა აღზარდოს, კარგ დედად არ მიმაჩნია და ნუ იტყლარჭებით მართლა. რა გითხრათ, ძალიან შევეცდები ისე ვიმეტყველო თქვენ რომ მოგეწონებათ, რაც შეეხება შვილების აღზრდას, დიდი სიამოვნებით ახლაც იგივეს ვაკეთებ, არ ვმუშაობ და შესაბამისად შემიძლია ჩემი შვილები მე თვითონ გავზარდო, თუმცა საქართველოში არსებული ხელფასების გათვალისწინებით ერთი ადამიანის შემოსავალი როგორც წესი არ ყოფნის სამი ბავშვის სრულფასოვან რჩენას და მათ აღზრდას.
შესაბამისად, მშობლები იძულებულნი არიან თვითონ ორივე იმუშაოს, რომ ბავშვების საჭიროებები დააკმაყოფილონ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც გაქვს რამდენიმე წლიანი პროფესიული წყვეტა, ძალიან რთულია ისევ სამსახურის პოვნა და პროფესიაში დაბრუნება. ახლა არ ყავს ძიძა, მე თვითონ ვუვლი ჩემს შვილებს, თუმცა ამის შესაძლებლობას მაძლევს ჩემი ემიგრანტი ქმარი, რომლის შემოსავალიც მეტნაკლებად ოჯახისთვის საკმარისია და ამიტომაც ჩემს შვილებს ვუვლი მე თვითონ. ყველაზე დაბალი დონე, 0 ინტელექტი. ასეთი ქაჯების ხელში ძიძა კი არა ოჯახის წევრები მეწოდებიან. გეთანხმებით, ბუნების საჩუქარი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები საცოდავებად დიდად არ გრძნობენ თავს. აი რატო არასდროს არ ვიმუშავებ საქართველოში ოჯახში. ესე აქვთ თავში ავარდნილი. საქართველოში ძიძათ იმიტომ არ იმუშავებთ, რომ ევროპაში მეტი ენაზღაურება გაქვთ და ახლა თქვენს ემიგრაციაში წასვლას მთლადმენ უნდა მაბრალებთ. სათაური სწორად შეგირჩევიათ. ნამდვილად რთული იქნება თქვენი ატანა. თქვენ გაიხარეთ. ძლივს ვიღაცამ დააფასა ჩემი ვლოგის სათაური და ჩათვალა, რომ ჩემი აუტანელი ოჯახი ნამდვილად აუტანელია. იმედია, ამასაც სერიოზულად არ მიიღებთ. ანუ თქვენთან რომ ემუშავა, ვაქცინა უნდა გაეკეთებინა? თუ პრობლემა რა იყო საინტერესოა? ჩემი ტყუპები დაიბადნენ 2020 წელს. გაგანია კორონავირუსის დროს. აი, წარმოიდგინეთ, რომ ხართ დედა, იწყება ეპიდემია და ამ დროს ადამიანი, რომელსაც მუდმივი კონტაქტი აქვს თქვენ შვილთან, უარს აცხადებს აცრაზე, არადა ექიმები გეუბნებიან, რომ ვირუსისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. აი, რას იზამთრით? როდესაც ეპიდემიის დროს ვაქცინაციაზე უარს ამბობს ადამიანი, ამ დროს ის არის უფრო ნაკლებად დაცული და შესაბამისად მისი ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი და ბავშვებთან მისი ყოფნა არასასურველია. ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ექიმები და მე მჯერა მათი. ახლა ჩემს შეცდომებსაც გეტყვით. პრობლემა იყო ის, რომ მე არ მქონდა იმის ფინანსური რესურსი, ამეყვანა 2 ძიძა და ჩავთვალე, რომ ის, რასაც მე ვუკეთებდი ჩემს შვილებს ძალების მაქსიმალური დაძაბვით, შესაძლებელი იქნებოდა ძიძასაც გაეკეთებინა და ეს იყო დიდი შეცდომა. გარდა ამისა, ანა, რომელიც 6 საათზე ბრუნდებოდა სკოლიდან, დაახლოებით 2 საათის გატარება უწევდა ჩემს გარეშე, ვიდრე სახლში მოვიდოდი და იმის მიუხედავად, რომ მას ძიძის დახმარება არ სჭირდებოდა, ითვლებოდა, რომ ისიც იყო ძიძის პასუხისმგებლობა და ესეც იყო ჩემი შეცდომა. ჟურნალისტები არ ვისვენებთ ოფიციალურ არასამუშაო დღეებში და ესეც იწვევდა ძიძის უკმაყოფილებას, რომ ოფიციალური დასვენების დროს ის იძულებული იყო ემუშავა. რას აკეთებთ მან? ჩამოდი, ჩამოვარდები, სანდრო! საღამოს ჩვენი მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ისევ შოკოლადია. ჩამოდი ახლა უძირს. ამასობაში ჩვენი საოჯახო ფრონტის ხაზის დაავადებაც მინდა მოვასწრო. დაისიც. დღის ბოლოს საკონტროლო გასროლა ჩემი ნერვებისა და ენერგიის ბოლო ზღვარზე. ზუსტად 1 საათი ვალაგებდი ჯერ მისაღებ ოთახს, მერე საძინებელს და უკან დაბრუნებულს ასეთი სურათი დამხვდა. ზოგჯერ გონია ამას განგებაკეთებენ. ჰეკლა. ხო. აქაუროს თქვენ ალაგებთ, ხო იცი? არა კერკი. შეხოიცი ეს ხოლმე ჩავალო. და მე რატო უნდა ჩავალაგო თქვენ ითამაშეთ? იმიტომ შეგდედი ხარ. სულის გაფრთხობინების წინა სტადია მაქვს. დროებით მიჩუნდნენ და ვცდილობ, რომ 2 წამი ტვინი დავასვენო. ხანდახან მესმის იმ ძიძების, ვინც ჩვენგან წავიდა. ზოგჯერ მეც გაქცევა მინდება, მაგრამ მე მახსენდება, რომ დედა ვარ და ვერსადაც ვერ გავიქცევი.
უფ